საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ კერძოდ კი მისი სამშენებლო საპროექტო სამსახური ახორციელებს მთელი საქართველოს მასშტაბით სამშენებლო სამუშაოებს და სარეაბილიტაციო სამუშაოებს, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, მათ შორის გურიაშიც. კერძოდ ჩოხატაურის რაიონის ორსოფელში, ეს არის სრუტის საჯარო სკოლა, სადაც ეხმარებოდებით შუამაღლების საჯარო სკოლა და ოზურგეთის რაიონის სოფელ ჭანიეთის საჯარო სკოლა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ საპროექტო სამუშაოების სახელმწიფო სამუშაოები გახორციელებული არის სააგენტოს სამშენებლო საპროექტო სამსახურის მიერ და ამავე დროს ზედამხედველობას მიმდინარე სამუშაოებზე, სამშენებლო სამუშაოებზე, ასევე ახორციელებს ესედა სამშენებლო საპროექტო სამსახურის ახორციელებს სამშენებლო სამსახურის წარმომადგენლები. ამჯერად ჩვენ ვიმყოფებით სოფლის საჯარო სკოლაზე, რომელიც გათვლილი არის 240 სწავლაზე. დიდი ალბათობით დასრულდება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში, აგვისტოში. კარგი ტემპით მიმდინარეობს მშენებლობა. კარგი კომპანია შეფასეთ რაქშენი ახორციელებს სამუშაოებს. მიმდინარეობს ახალი სკოლის მშენებლობა, რომელიც გათვალისწინებული არის აგრეთვე ევროს სტანდარტები. ანდუსებით არის გათვალისწინებული შესაძლებელი მოსწავლეებისათვის. ეს სკოლა გათვალისწინებულია 250 მოსწავლისათვის და იმედია, რომ ახალი სასწავლებლიდან ახალ სასწავლებლებს დავიწყებ ახალი სკოლის შენობას და გავაგრძელებ სწავლას.